გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? თავი მოვაბიხარო, ჩავწერო ვიდეო. დღეს პირველ საათამდე ვიმუშავე სამსახურში. ამის მკვეთრი ცვლილება არის ჩვენს გამოცხადებული. და მითხრა, რომ საღამოთი აღარ მოხვიდეო. მაინც თავი შეიკავეო გამოსვლისგანო და სახში ვარ და ეხლა დრო ვიხილთე, რახან დრო მაქვს და ვიდეოსაც ჩავწერ. წინა კვირას რაც გადავიტანე, ნერვიულობები გადავიტანე. როგორც იცით მეგობრებო, განავმეორდები, რომ ჰოსპიტალიტა ვერ მოესწრო. ჩემი სახელმწიფოსმა ვერ გამიკეთა. შაბათს რომ ვიყავით დაკეტილი დაგხვდა ეს ვიჯილი. მითხრა, რომ იქნება, გადადოო და არ წახვიდეო რა. აპუტამენტო რომ აქვს, მქონდა ჩანიშნული ორ შაბათს, არ წახვიდეო. მოიმიზეზეო, რომ ვითომ ცუდად ხარო, ექიმის ცნობა მიიტანეო და რაღაც ეგეთი რაღაცები მითხრა მოკლედ. რა თქმა უნდა, მე მაინც ვაპირებდი წასვლას. ვერანაირად ვერ გადავდებდი, იმიტომ რომ დაბარებული ვიყავი და ექიმიც არ მყავს აყვანილი, რომც გადამედო ან რაღაცა, ამასაც დრო სჭირდებოდა, სადღაც დაახლოებით 1 კვირა მაინც, რომ სხვა ქალაქში უნდა წახვიდე. და ისინი მერე გამისამართებენ იმ ქალაქში, სადაც ხარ და მერე უნდა აიყვანო ექიმი, მერე უნდა ჩანიშნო ვიზიტი და ერთ დღეში მაინც ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა ამ ყველაფრის მოგვარება. კვირას ეს მოხდა შაბათს და კვირას ჩემდასთან რომ მივედი. ახალი მისული ვიყავი და 1-5 წუთში, ჩემი სახლის მეპატრონისგან მოვიდა ხმოვანი შეტყობინება. ეხლა მეცინება, მაგრამ მეგობრებო, მე რაც გადავიტანე, მაგ დღეს, არ ვიცი. ესეთი სახის შეტყობინება მოსდის, რომ მე ჰოსპიტალიტას ვერ გავუკეთებო, ვიჯილიდან უარი მომივიდაო და სახლი უნდა დამიცალოსო. მაგ დროს რა დამემართა, სანამ ჩემი დამითარგმნა და უკვე მივხვდი ახლა რაც ქონდა თვითონ მოწერილი და დამიარა ციმოუფლმა და რაღაც არა და წინა დღეს მაინც განვიხილავდით, რომ რამე მეთქი სხვა ბინა ვნახოთ თქო უკვე, მაგას ისედაც ვფიქრობდი, მაგრამ ხა არ მოველოდებოდი, რომ თვითონ იტყოდა ამას პირველი. რაღაც ბინა გქონდა გეგმაში რომ გვინახა, ჩემდა მაშინვე დაურეკა იმას და დავთქვით შეხვედრა 5 საათზე რა, დაგვიბარეს. მივედით იმ ბინის სანახავად 5 საათზე. ჩემთვის მეზობლად არის ის ბინაც და მეგობრებო, დაგხვდა ძალიან უსიცოცხლო ბინა, ეს ხომ არის ნათელი ბინა. თან ახლა გარემონტებულია ეს და ის იყო ძველი ბინა, ბნელი, ძველი ავეჯით და უსიცოცხლო ბინა, რო შედიხარ, ძალიან ცუდი აურა ტრიალებდა. პასუხი არ გვითხრეს, ამ დღეში დაგირეკავთ, სხვებმაც ნახესო, მაგრამ ყველა პირობაზე იყვნენ თანახმა. ჩვენ რო წამოვედით, მაინც ბავშვები ძალიან უხასიათოდ იყვნენ, მართლა ახლა იხტიბარს არ ვიტეხავდი, მაგრამ მართლა ძალიან ცუდი აურა გქონდა იქიდან რომ გამოვედით რა, ძალიან ცუდი აურა ტრიალებდა იმ სახლში. საღამოთი დაახლოებით 1-2 საათში ჩემთან გადაურეკა ამ ჩემი ბინის მეპატრონეს და უთხრა, შენი ხმოვანია მოვისმინეთო, მაგრამ ესე სად ხდებაო? სად არის აქ ესე ბინები, სად უნდა ნახოს და სად უნდა გადავიდესო რა და მე უკვე შეცვალა ამ კაცმა თავისი დამოკიდებულება და სხვადასხვა დაიწყო ლაპარაკი, რომ იცი რა, ორშაბათს შენ და ვარ წავიდესო. მე ამ სახში რო ვარო ჩაწერილიო, ამოვეწეროვო და როცა ამოვეწერები, მე შევძლებო ამ ჰოსპიტალიტის გაკეთებასო რა.
მე ჩემთან მითხრა რომ ვერანაირ ვარიანტში ვერ მიიტანს ექიმის ცნობას, რადგან მე არ მყავს ექიმი აყვანილი და ყველა ვარიანტში მიწევდა მისვლა. და შენცო ორშაბათსო დილითვეო მიდიო ეჭველიო, დაიწყევა საკითხის მოგვარებაო და ანუ ჩემი დაც მივოდა, ანუ გადადებ საფუნდამენტოსო რა. ანუ მაგაზე შევთანხმდით. კარგია უთხრა და ნუ ეს ამაზე დაემშვიდობდნენ ერთმანეთს რა, მოკლედ. ორშაბათს დილით, ანუ პირველად ვიყავით ავტობუსით წასულები. წავედით ავტობუსით, ანუ პირდაპირ ქვესტურის კარამდე მივიყვანა. ანუ გადავირბინეთ, ანუ გაჩერებიდან გადავედით, იქვე იყო. ტყუილად მეშინოდა მეგობრებო. არც ერთული ყოფილა. თუ კი აღქმა გაქვთ მაპის ძალიან ადვილია მიგნება და თავს ვიკავებდი ვითომა მეზარებოდა მაპით მოძრაობა და მეთქი ახლა ბავშვებით სიარული რაღაც, მაგრამ საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა. რომ მივედი, ჩვენი რიგი როცა მოვიდა და მივედით მეგობრებო, წარმოიდგინეთ ეხლა რომ ანუ კონვერტები გადმოალაგეს, ანუ პერმოსეები ხომ უნდა გამოეტანებინა ჩემთვის და ყველაფერი მოიტანეო. ჰოსპიტალიტას გარდა ანუ ყველაფერი თქო უთხარი და ამ კაცმა თავი გადააქნია და ანუ რატოო და მე ხა ძალიან ლაითად ისეთნაირად უთხარი რომ მეთქი დრო არ ქონდა თქო ჩემი ბინის მიპატრონეს და ანუ ვერ მოვასწარით გაკეთება და ანუ დღესაც მიდის თქო რა. გადააქნია თავი ძალიან არის სიამოვნა, ანუ ერთი თვე ქონდათო დრო და ანუ რით ვერ გააკეთებ. რატო არ გაგიკეთავო სულ რაღაცა 10 წუთი ჭირდებოდაო რა ამის გაკეთებას და ხა მე ხო არ დავიწყებდი როცა რა ახლა მას პრობლემები ქონია და ისა და ეს ანუ მსგავსი არაფერი არ დამიწყე. ანუ ვიცი მეთქი ერთი ეგ უთხარი და всё ეგ იყო. მე მითხრა რომ აბა გავალ დავიკითხო თუ შევწევთ რომ მომდევნო აფუნდამენტო ჩაგინიშნოთო. 9 წუთში დამიძახა და მითხრა რომ ან მომდევნო აფუნდამენტოს ვერ მინიშნავდა და როცა გექნება ჰოსპიტალიტა ხელში, მეილზე მოიწერე და ანუ მე დაგიბარებთ არ ვიცი ნახოთო რა. ნუ კარგი თქო ვუთხარი და წამოვედი, რა დიდი მადლობები გადავუხადე მეთქი, მადლობა ბოდიში და ნუ წამოვედი რა. ნუ რა წამოვედით გზაში. მიწერე ამ ჩემი ბინის მიპატრონეს რომ გადავდე თქო შეხვედრა. ამაზე პასუხი მომწერა ოკ. ამასობაში დავურეკე ჩემდას. ნუ უთხარი რომ ესე გადავდე თქო რა, გადავდე რა, ანუ უთხარი რომ არ მქონდა ეს ჰოსპიტალიტა და მითხრეს რომ როცა გექნება მოგწერეო რა. მაგრამ სახის მიპატრონეს მივწერე თქო რომ გადავდე თქო შეხვედრა და რა მოგწერაო და ოკ თქო რა ოკ. აინთო ჩემი და ხო იცით ახლა როგორია. დაურეკა ჩემდა, ანუ ჩემდასო სასწრაფო ჭირდებაო ახლა შენი ისო რა. მოწევაო და ანუ რა შვებიო ამისთვისო რა, ანუ დაიწყეო ჩემდამ გადადოუკო შეხვედრაო როგორც ამბობდიო რა და ანუ შენო რა შვებიო. ანუ ეს კაც ძალიან მიედმოედო თურმე. როცა რაო ამ ყველაფერს რაღაცა ძალიან დრო სჭირდებაო, 15 დღე სჭირდებაო ამის გაკეთებასო რაღაცა, ანუ ტონისთვის აუწევია და ჩემდამ მითხრა, ანუ ძალიან შევიკავე თავიო, რომ ანუ არ ავყევიო და ანუ მეცო ძალიან კორექტულად ველაპარაკეო რა და ჩემდამ უთხრა, რომ მე ვიციო, ანუ ჩემ ქმარმაცო გააკეთეო მსგავსი ამოწერა ჩაწერაო და დაახლოებითო ანუ ერთი კვირა სჭირდება ამას, ანუ ორი კვირაო ნამდვილად არ სჭირდებაო და მე ამ კაცმაც უთხრა რომ მაშინო კარგიო მივალო ისევო და ანუ გავიკითხო, ვითომ ერთხელ იყო მისულდა, ხო მეორითაც მივალო და ვიკითხაო რა. და ამაზე დაიმშვიდობა. 3 დღე არაფერი არ მქონდა მიწერილი. არ წერდი საერთოდ არაფერს და გუშინ მივწერე და ვკითხე რომ ანუ რა ეტაპზეა რომ გამაგებინო თქო. თან მოვატყუე უთხარი რომ მეთქი 27-ში ვარ თქო დაბარებული რა. და აბა მეთქი ანუ რა ეტაპზეა თქო ამ საკითხი რომ გამაგებინო თქო რა. მე მითხრა ყველაფერი შეტანილი მაქვს და ანუ მომდევნო კვირაშიო ანუ გამზადდებაო.
ოკეი, დიდი მადლობა. არ ვიცი, ხარ, ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ. ნახოთ ახლა მომდევნო კვირას უნდა იყოს მზად. და მე როცა მივიწერები ქვესტურაში, ხელში როცა მეჭირება ეს საბუთი, ნახოთ როდის დამიბარები. მოკლედ მეგობრებო, ეს კვირა ჩემთვის იყო, რა ვიცი, ნერვიულობის პიკი, რასაც ქვია. ძალიან ნერვიულობაში გავატარე ეს კვირა. უკვე არ ვიცი ან რას უნდა ვილოდო. წინასწარ შეფასებას ვერაფრისაც ვერ ვაკეთებ. ნახოთ რა იქნება. მივყვები დინებას, მაგრამ ამავდროულად თუ კი გამოჩნდება ჩვენთვის შესაფერისი ბინა ხელსაყრელ ფასებში, რა თქმა უნდა ამ ბინას შევიცვლი. მაგრამ მანამდე მიწევს რომ აქ გავჩერდე და დაველოდო. სულ ეს იყო მეგობრებო, კარგ ზურაბის ვერ ვამატე. ძალიან დასტრესილი კვირა მქონდა მოკლედ რა. მაგრამ მაინც თავს ვიიმედებ, ხო იცით, თავიდან რომ მწარია და ბოლოში რომ გატკბილდება რა. და დიდი მეც ვიტოვებ, რომ ყველაფერს უკან რომ მოვიტოვებთ. მე ეს უკარგი და კარგი ამბები გველოდება წინ, დარწმუნებული ვარ. ყველას დიდ მადლობას გიხდით. ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოს, მეგობრებო, ვინც თვალყურს მადევნებთ და ერთგული მაყურებლები ხართ, ვინც გამომიწერეთ, ახლებსაც დიდ მადლობას გიხდით. დაგემშვიდობებით დროებით. იმედია რომ სასიხარულო ამბით მოვალ თქვენთან. დიდი იმედი მაქვს რომ სულ სხვა ნოტაზე ვიქნები, აღფრთოვანებული და ისეთ ვიდეოს ჩავწერა, როგორც მიყვარს ხოლმე. ესეთი რაღაც ეს ბოლო ვიდეოები გადაება ისე რომ სულ ძალიან ისეთი თემები მაქვს რა. ვიმედოვნებ რომ აწი სულ კარგებს და კარგი ინფორმაციებს გაგიზიარებთ. ამით დაგემშვიდობებით. გაგოცეთ ბევრი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სულ ყველას გამხნევებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. გაგოცეთ ბევრი.